იცი თუ არა რა არის კლიკბეიტი? კლიკ ნიშნავს დაჭერას, ანუ აი მაგალითად ვიდეო რო ამოგივარდება YouTube-ში და დააჭერ, ეგ არის კლიკი, ხოლო ბეიტი არის თითქოს ანკესზე წამოცმული ჭიაყელა. ან სხვა რამე დამნიშნულობა აქვს, რაც არის ამ შემთხვევაში თევზის მოზიდვაზე ორიენტირებული. YouTube-ის შემთხვევაში კი მაყურებლის. მაგრამ უცებ ჩნდება შეკითხვა. ხარ თუ არა თავად შენ კლიკბეიტი? ახლა იტყვი რომ სკაუტ, რა კლიკბეიტი? მე ხო ადამიანი ვარ, არც ჭიაყელა და არც ვიდეო YouTube-ზე. თული იქნება არ დაგეთახმო, მაგრამ აბა დაფიქრდი, როცა შენი მეგობარი დაგინახავს ქუჩაში, ის ხომ ხელს გიწევს, მოდის შენთან და გამარჯობა როგორ ხარო გეკითხება. ეს ხომ ფაქტობრივად შენ გამო, ანუ ბეიტის გამო დახარჯული დროა. ცოტა შეგეშინდა და დაგაჟრჟიალა ტანში, არა? ეს ჯერ კიდევ რა არის? აუ ისე მართლა რო არ მოგატყუო გული გულს რო გაგისწორო თვალიმზესა? ძალიან მაინტერესებს ნებისმიერი ისტორია შენი ცხოვრებიდან კომენტარებში რომ დამიწერო პირდაპირ ახლა დააპაუზე ვიდეო და დამიწერე იმენა ჩემი კაი. მადლობა წინასწარ. სწორედ ამ შეკითხვით მივედი ვიკიპედიასთან. იცი იქ რა ეწერა? კლიკბეიტი. სწორედ შენ ხარ. იცი თუ არა რამდენი ატომია ვაშლში? ეგ იმდენად არ იცი, რამდენადაც არ იცი თუ რატომ გიზიდავს აი ეს ფოტო ამდენად. კარგი, რეალურად რა დავუფიქრდეთ ახლა ვიკიპედია არც ისე სანდო არა, რა ვიკიპედია ბიჭო. ამიტომაც ChatGPT-სა და Naruto-ს მივმართე მოცემული შეკითხვით. თუ არ ჩავთვლით იმას, რომ პირველად კითხვის დასმისას სტაფილოსფერი კატების სახელები ამომიგდო კლიკბეიტზე, ChatGPT მართლა რაღაც სერიოზული ამოაგდო. ამის გამოსწორებას შევძელი ინსპექტში შესვლით და სიტყვების რედაქტირებით. და იცი რა გავიგე თუ ჭეშმარიტი პასუხი რა იყო ამ კითხვაზე? მადაგასკარის პინგვინები. ანუ კლიკბეიტი არის ის, რაც დაგაინტერესებს, მაგრამ შენი ინტერესის სფეროს არ უპასუხებს. რავი, მე და ამ კაცს ყოველი შემთხვევისთვის ასე ვგონია. კონკრეტულად კი როგორც ხვდები ChatGPT-მ მიმანიშნა აი ამ მომენტზე. მე რა ვქნა, უბრალოდ. I want you. შენ ჩემს გვერდით იყავი და კაცი გამოხვალ, გაიგე? შენ ჩემ გვერდით იყავი. ნუ თუ ეს იმას ნიშნავს, რომ შენ ჩემს YouTube გვერდზე უნდა იყო. კაცი გამოხვალ. ნუ თითქოს ჩვეულებრივი გამოთქმაა არა, მაგრამ დააკვირდი კაცი და კლიკბეიტი კთი იწყებიან. ახლა კი მოდი ამ ყველაფერს ჩაუღრმავდეთ. ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ თუ YouTuber-ს ბევრი გამომწერი ყავს, მაშინ მის გვერდზე დადებული ნებისმიერი ვიდეო ფაქტობრივად კლიკბეიტია, რადგან იმ ვიდეოსაც ძალიან ბევრი ადამიანი ნახავს ისევე როგორც კლიკბეიტ ფოტოიან ვიდეოს. მართლაც შეიძლება დაფიქრება. ამიტომაც გამოიწერე ჩემი არხი და გავხადოთ ჩემი ვიდეოები კლიკბეიტები. როგორც ხვდები, ამ ვიდეოზე ძალიან ბევრი შრომა არ დამჭირდა რომ გამეკეთებინა. ამიტომაც სასურველი იქნება ლაიკის დაწერა და კომენტარისაც რა თქმა უნდა. შენთან იყავს სკაუტგია. ვიცი და როცა შენთან ერთად ვარ, მართლა არ ვიცი რა გითხრა, baby you. შენ ხარ ისე ჩემ თავში, როცა ვარვე ჩემ თავთან, ვფიქრობ რა მინდა გითხრო, baby you. ყველაფერასაც შვები ვაკეთებ მხოლოდ შენთვის, ყველაფერს და თან ყოველთვის, baby you.